ყოლაწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით თააძე შემოგვიერთდა. დილამშვიდობის მამადავითგანებისთვის. დიდი მადლობა. მამადავით, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბროთ, როგორც არის წარმატებისთვის ბრძოლა და შემდგომ უკვე დაკარგული შინაგანი მშვიდობა. წარმატება მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის არის ის, თუ რამდენად მიუახლოვდება უფალს, ხომ რამდენად ახლოს არის ის, რამდენად ცდილობს, რომ მიყვეს იმ წესებს, იმ რჩევად არიგებას, მუდმივ საუბარში იყოს უფალთან, მუდმივ კონტაქტში და დაიმდაბლოს თავი, იფიქროს თავის განვლილ შეცდომებზე, აღიაროს, მოინანიოს, თანაზიარი იყოს უფალთან ზიარების მეშვეობით, წმინდა ზიარების მეშვეობით, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, დღევანდელ დღეს რეალურად წარმატება ცოტა უფრო სხვანაირად აღიქმება, უფრო მატერიალური თვალსაზრისით, ხომ? და შესაბამისად ამ წარმატების მოსაპოვებლად ადამიანები ძალიან ბევრს შრომობთ, ვიღწვით, ღამებს ვათენებთ, რასაც რა თქმა უნდა შეიძლება კვირადღის ვერ მოახერხოთ თქვათ და ტაძარში ვერ მივიდეთ, ხომ? იმიტომ რომ ვერ მოახერხეთ, მაგრამ იმისათვის რომ მატერიალურ წარმატებებს მივაღწიოთ, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ აბსოლუტურად. და შემდგომ ამისა თითქოს შინაგან სიცარიელეს ვგრძნობთ, თითქოს მივაღწიეთ იმ გარკვეულ დასახულ მიზანს, მაგრამ შინაგანად მაინც ცარიელი ვართ. რატომ ხდება ასე? როგორი არის წმინდა მამათა დარიგება, როგორი არის დედა ეკლესიის მიდგომა ამასთან დაკავშირებით? თქვენ სწორად ბრძანებთ, თქვენ სწორად თქვით იმის შესახებ, თავდაპირველად ახსენეთ ის, რომ რა არის რეალურად მართლაც ქრისტიანისათვის წარმატება, რა უნდა იყოს და რასაც არ აკეთებს ქრისტიანი და რატომ ვერ აკეთებს, ასე თქვათ, თქვენ თვითონ ბრძანეთ ამის შესახებ. პასუხიც იყო თქვენს კითხვაში და ძალიან მიხარია, რომ ასეთი თუცეთ ერთ-ერთი საკვანძო თემა გვაქვს დღეს, იმიტომ რომ ქრისტიანის სულის ფორმირებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ამ მომენტს და ამ ასპექტს. თუ როგორ გაიაზრებს ქრისტიანი იმას, თუ როგორ უნდა იყოს თან წარმატებული და თან არ დაარღვიოს, ასე ვთქვათ, ქრისტიანობის თავარი ცნებები, ხო? ამაზე ვსაუბრობ ჩვენ დღეს. რა თქმა უნდა, ეს როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ქრისტიანმა ზომიერება უნდა დაიცვას, არ უნდა იყოს ასე მიდრეკილი, მუდმივად აი მუდმივი კონკურენციაში არ უნდა იყოს სხვასთან, რომ ახლა და მე ვარ და ჩემი ნაბადი და ასე შემდეგ, მაგრამ მართლმადიდებლური თვალთახედვით მაინც ადამიანის შეცდომა მაინც იმაში კი არ არის, რომ მას ვთქვათ თავისი ნიჭის რეალიზება და განვითარება სურს. ეს არა, ეგ მაგალითად პირიქით არის ვთქვათ სახარებაში, აი ადამიანი წერია პირდაპირ ერთ-ერთი იგავი რომ გავხსენოთ ტალანტების შესახებ იგავი, რომ პირიქით ადამიანმა უნდა განავითაროს თავისი მოცემული ნიჭი, თავისი მოცემული ტალანტი, პირიქით თუ არ განავითარა და ამ გაგებით წარმატებას არ მიაღწია, ეს ითვლება პირიქით, ასე ვთქვათ, უმოქმედობად, ეს ითვლება სიზარმაცედ და ჩვენ ვიცით, რომ უფალი ასეთ ადამიანს უწოდებს ზარმაცს, ხომ? ეს ცოდვათაც კი ეთვლება ადამიანს, იმიტომ რომ აი გავში ცხადია ყველასათვის, რომ მონა მის ტალანტი, რომელიც მისცა მას უფალმა დაფლო მიწაში და არ გაამრავლა. და შემდეგ ის ერთადერთი ტალანტის წართვეს მას და მისცეს იმას, ვისაც ჰქონდა 10 ტალანტი, ხო ცნობილი იგავია. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი, რომელიც რა თქმა უნდა არ შრომობს, არ ვითარდება, რა თქმა უნდა მას აკლდება მადლი, ის ამ შემთხვევაში ზარმაცობს და ისიც აერთმება, რაც ჰქონდა. მაგრამ ისიც აი მაგალითად ამაშიც ქრისტიანმა უნდა დაიცვას რას ოქროს შუალედი, ხო? აი მაგალითად მახსენდება მე ასეთი ნიკოლოზ გოგოლის ცნობილი მოთხრობა არის ასეთი პორტრეტი, რომლის აი სიუჟეტი ძალიან მოკლედ ვთქვათ, მოგვითხრობს ერთ-ერთ მხატვარზე, აი რომელმაც კაპლანგა ეს ტალანტი, თავისი ღვთიური ნიჭი რაც ჰქონდა მიცემული, კაპლანგა როგორ? აი დაიწყო აი შაბლონური პორტრეტების ხატვა, თავი იყო მისთვის ფული გაეკეთებინა. ეგრეთ პოპულარულ ნახატებს ხატავდა, ამებდა ამით, ასე ვთქვათ, იმ საზოგადოებას, რომელსაც მოსწონდა ეს და რო გავიდა დრო და დაინახა, რომ თავისმა საუკეთესო მეგობარმა იშრომა, ბევრი მიაღწია, განავითარა ეს თავისი ნიჭი, მიაღწია წარმატებას და მან ეს ვერ გააკეთა, შემდეგ ამის გაცნობიერებამ ჭკუიდან შეშალა ეს ადამიანი. ანუ ამით რის თქმა მინდა იცით, რომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ იმას, რომ ქრისტიანმა უნდა სწორად განავითაროს ეს თავისი ნიჭი, ისე რომ ის ასე ვთქვათ, არ შეაფერხოს მისი სულიერი განვითარება, ამავე დროს სულაც არ გულისხმობთ იმას, იმიტომ მოვიყვანეთ ეს თუნდაც მოთხრობა და ეს იგავი, რომ ადამიანი არ განვითარდეს და წარმატებას არ მიაღწიოს.
უბრალოდ დღევანდელი ადამიანის შეცდომა მდგომარეობს, რა თქმა უნდა, ამ პარტავნებასა და რა თქმა უნდა, ეგოცენტრიზმში. აი ამას მიუდითებენ ჩვენი მამები, ამას მიუდითებენ თქვათ მართლმადიდებელი ფსიქოლოგები, ყველა ის ადამიანი, ვინც ამ პრობლემით არის დაკავებული. ანუ რაზე უსვამენ ხაზს იცინი, რომ პრობლემა იმაში კი არ არის კიდევ ერთხელ ვამბობ, ადამიანი ვითარდება. პრობლემა არის იმაში, რომ როდესაც წარმატების მიზანი ხდება, არა ღმერთისაგან ბოძებული, ასე ვთქვათ, ნიჭის გამრავლება, არამედ საკუთარი მეს განდიდება. და ანუ სხვებზე აღმატებულობის მუდმივი განცდა, რომ აი მაგალითად წმინდა მამები ხო ამ ყოველივეს პატივმოყვარეობის სენს უწოდებენ. რომ აი ადამიანი ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ ისე არის შექმნილი, რომ მას აქვს მუდმივი მოთხოვნილება, მუდმივი შინაგანი სისავსის, სიყვარულის, აღიარების, მაგრამ ადამიანს ეს ღმერთისაგან უნდა მიიღოს, ადამიანმა ყველაფერი ეს რაც ჩამოვთვალეთ, ხო? იმის და თუ მაგალითად ადამიანი კარგავს ცოცხალ კავშირს ღმერთთან, აი კარგავს სიხარულს, კარგავს იმშვიდეს და ამიტომ ეს სიცარიედე რომელიც ხდება მის სულში ამ დროს ხომ უჩნდება ადამიანს უკვე უზარმაზარი სურვილი იმისი, რომ ეს სიცარიელე შეავსოს არა ღმერთისაგან, არამედ გარესამყაროდან ადამიანის ქებით, ტაშით და აი 1000 ამ თითქოს აი მუდმივი დაუკვებელი სწრაფვით, რომ მე სხვა შჯობი ვარ, მე უკეთესი ვარ, რომ აი როგორმე რაღაცა საკუთარი ეგო, რაღაცა დაამშვიდოს თუ შეიძლება ითქვას. ანუ ამ დროს ადამიანს იპყრობს პატივმოყვარეობა, უნდა ვახსენოთ ეს სიტყვაც, რომელიც არის მცდელობა, რომ აი ღვთიური სიყვარული ჩავანაცვლოთ ადამიანური მოწონებით. და აი ცნობილია მაგალითად, რომ ადამიანებს ხშირად ხვევია ჩვენ შინაგანი გაორება, ილუზიას ქმნის ზოგადად ადამიანი, ხო? თავისი ცხოვრები და სწორედ ეს დაუუკებელი სწრაფვა და მუდმივი კონკურენციის დაუუკებელი სურვილი ადამიანში ქმნის პატივმოყვარეობას, რომელიც ხშირად, როგორც ამბობენ, თქვათ, კიდევ ერთხელ აღნიშნავ სპეციალისტები ამ საქმის, ესე იგი, ეს როგორი მდგომარეობა ყოფილა ის, რომ ადამიანს უჩნდება რაღაცა იმის სურვილი, რომ რეალური მდგომარეობა ჩაანაცვლოს რაღაცა ილუზიით. ანუ როგორ მან იცის რომ არის სუსტი, ამიტომ უნდა რომ დაფაროს საკუთარი სისუსტეები, იწყებს შეიძლება ითქვას თავის გარშემო ესეთი ფასადის შექმნას, რომ ის არის წარმატებული, ის არის ჭკვიანი, ის არის წესიერი, ის არის განათლებული, მან ყველაფერი იცის, ანუ იმიჯს იქმნის ასეთი საინტერესო ადამიანისა და ცდილობს, რა თქმა უნდა, სხვებიც დააჯეროს ამაში და რაც უფრო ჯერა სხვებს მისი ასეთი მდგომარეობისა, იმისი შინაგანი ეგო თითქოს უფრო დამშვიდებულია. მაგრამ წმინდა ივანე სამწერელი მაგალითად ამბობს, რომ პატივმოყვარე ადამიანები, რომლებიც ასე მუდმივი წარმატებისკენ მიისწრაფვიანო, თავიანთი თავიდან ქმნიანო კერპსო და სხვებს ცდილობენო ამ კერპს ემსახურონ, არა მარტო თვითონ, არამედ სხვებიცო. და აი, როცა ადამიანი ასე ვთქვათ, მუდმივად ამას ფიქრობს, როგორ გამოჩნდება სხვის თვალში, რას იფიქრებს სხვა ჩემზე, რას იტყვიან ჩემზე, ხომ არ მჯობნის სხვა. რა თქმა უნდა, ეს უკვე როგორც თქვენ ბრძანეთ ადამიანს ამ შინაგან სიმშვიდეს ანგრევს ადამიანში და აი ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ეს მდგომარეობა მოდის იქიდან თურმე, რომ ესე იგი, როდესაც ღმერთთან ცოცხალ კავშირს გარკვევს ადამიანი და ამ ასე ვთქვათ, ამ სიცარიელესში ვარდება და ესე იგი, ეს სიყვარულის ობიექტი ღმერთიდან გადადის საკუთარ თავზე, საკუთარ მეზზე, საკუთარ ეგოზე და ადამიანი ფიქრობს, რომ ბედნიერება არის წარმატებაში. ანუ ასეთი ილუზიას ქმნის ადამიანი, რომ მუდმივ კონკურენციაშია, სხვასობა ჯობოს იმაშია ბედნიერება და თუ მაგალითად მხოლოდ ამით შეუძლია თითქოს ადამიანს მოიპოვოს სიმშვიდე, მაგრამ მიაღწევს თუ არა რაღაცა მიზანს, მყისვე ახალი სურვილი უჩნდება, მყისვე იმის შიში უჩნდება, რომ არ დაკარგოს ეს ყველაფერი მუდმივ შფოთში ამყოფებს, იმიტომ რომ აი ნიკოლოზ ბარათაშვილის ცნობილი სტოები გამახსენდა, რომ ვინ არის იგივე თვის გული ერთხელ ვაღებსოსო და რაიც ატროს ერთელ ნატრით რაც ისურვოს ის იკმაროსო, ხო? ადამიანის ზოგადად ამისკენ არის მიდრეკილი და ამ დროს უკვე ასეთი ადამიანისათვის მოყვასი ძმა კი აღარ არის, უკვე მოყვასი არის მისი მეტოქე. და კონკურენტი რა თქმა უნდა, რომელსაც უნდა აჯობოს და სხვათა შორის კიდევ ერთი ძალიან ცნობილი მწერალი ალბერტ კამუს მოგეხსენებათ ძალიან გამახსენდა მისი ესეთი მოთხრობა არის ესეთი ადამიანი, რომელიც არის ადვოკატი და რომელიც აი წარმატებული პიროვნება, ყველას უყვარს, მან შექმნა საკუთარი გარშემო ესეთი ფასადი, რომ ის არის ძალიან სათნო, კეთილშობილი ადამიანი და შემდეგ ასე ვთქვათ ის აღწერს თავდაპირველად როგორც სიყვარულით ემსახურება თითქოს ხალხს, მაგრამ შემდეგ თავადვე გააცნობიერებს, თავადვე მიხვდება, რომ ამ ყველაფერს საკუთარი პატივმოყვარეობისთვის აკეთებდა და ილუზიას ქმნიდა.
ზოგადად რომ თითქოს ადამიანები ასე უყვარდა და წმინდა იოანე ოქროპირის ღვთისმშობლის ხას უსვამს იმას რომ ნამდვილი სიმდიდრე, ნამდვილი წარმატება სინამდვილეში ქრისტიანისათვის არის არა სხვებზე მაღლა დგომა, არამედ საკუთარი სურვილების შეზღუდვა, მუდმივი მადლიერება. და არა რაღაცა შფოთი და ერთს კიდევ დავამატებდი რომ წმინდა მამები გვასწავლია რომ როდესაც ადამიანი ასე ვთქვათ საკუთარ იმედებს ამყარებს მხოლოდ ამ ქვეყნიურ წარმატებაზე და მხოლოდ სხვების იმაზე რომ ურაჯობოს სხვებს ღმერთი ასე ვთქვათ იმიტომ ამყოფებს ასეთ ადამიანს მომშისა და მოდივ ასეთ გაუგებრობაში და ასეთ მდგომარეობაში ვერ მშვიდება თითქოს რომ აიძულებს თითქოს ღმერთის წყალებში რომ ის მიუბრუნდეს ღმერთს რომელიც არის აი ნამდვილი შინაგანი სიმშვიდის წყარო. მამდევთ ვახსენეთ ნიჭები, რომელიც უფლისგან მოგვეცემა ხომ და შემდგომ ადამიანმა უნდა იზრუნოს მის განვითარებაზე და არ უნდა დაფლას მიწაში, ხომ პირიქით და განამრავლოს. მაგრამ ზოგჯერ ხდება ხოლმე ასე, რომ ადამიანები ვერ ვაცნობიერებთ თუ ეს წარმატება საიდან მოდის, საიდან გვეგვოძა ეს ნიჭი და რეალურად ის წარმატება, რასაც მივაღწევთ, ჩვენ შრომას, ჩვენს ღვაწლს მივაწერთ მხოლოდ და ასეთ შემთხვევაში შეიძლება უფლისთვის მადლიერების გამოხატვაც კიდევ გვავიწყდეს, რომ რეალურად თუ კი რამ გაგვაჩნია და თუ კი რამეს მივაღწევთ წარმატების თვალსაზრისით, ამ ყველაფერში უფლის ნება არის. რამდენად მნიშვნელოვანი არის გააზრება სწორად იმის, რომ ჩვენ არაფრის შემძლენი არ ვართ, თუ უფლის ხელი არ ურევია ამ ყველაფერში და ასევე რამდენად მნიშვნელოვანია მადლიერების გამოხატვა შემდგომ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ორი რამე, მადლიერება არის წყარო სიმშვიდისა, წყარო ჭეშმარიტი წარმატებისა. იმდენ რომ ჩვენ ვიცით რომ აი ჯერ კიდევ იმ ანგელოს რომელიც არ იყო ჯერ დაცემული, როცა მადლიერების გრძნობა დაიშრიდა, მე გახდა ვთქვათ ასე ვთქვათ ის იმ მდგომარეობაში აღმოჩნდა რომ მდგომარეობაშიც არის და ამიტომ მადლიერება რა თქმა უნდა არის ჭეშმარიტი ნამდვილი სწორი სულიერი წარმატების საწინდარი. არავითარ შემთხვევაში ადამიანს არ უნდა დაისიტოს ეს მადლიერების გრძნობა შემოქმედისადმი, რომელიც ვთქვათ ამ ყველაფერს ადამიანს ანიჭებს და ადამიანმა არ უნდა განუკუთვნოს საკუთარ თავს ეს ყველაფერი. თორემ საშინელ შედეგებს მივიღებთ მართლმადიდებელი ფსიქოლოგი, მაგალითად ავდეევი არის ესეთი ცნობილი ფსიქოლოგი, რომელიც ამბობს ასეთ რაღაცას, რომ აი მაგალითად ადამიანში ვითარდება პერფექციონიზმი ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით. იმიტომ რომ აი თითქოს ეს სრულყოფილების აგენტ მუდმივი სწრაფვა რომ მე არ შემეშალოს, მე არ გავაკეთო არასწორად და ასე იგი ადამიანი იწყებს საკუთარი თავის სხვებთან მუდმივად შედარებას. რაც იწევს ასე ვთქვათ ფსიქიკურ აშლილობას, ყველაფერს თავი დავანებოთ და ასე ვთქვათ აი ქრონიკული გადაღლილობა, დეპრესია, შეიძლება ეს ყველაფერი გამოწვევი იყოს ამ ყოველივესიო და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და საერთოდ მამები გვირჩევენ ჩვენ რომ აი ამ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ, რომ რაღაც ამ პრობლემებში არ გავეხვიოთ. ჩვენ ამას გვირჩევენ, რომ აი ჯერჯერობით ადამიანი მუდმივ კონკურენციაშია და მუდმივ ცდილობს სხვებს აჯობოს და ცდილობს რომ მუდმივ შეადაროს საკუთარი თავის სხვას. მამები გვირჩევენ, რომ სხვას კი არ შეადაროს საკუთარი თავი, არამედ შეადარეს შენს თავს, შენს გუშინდელ დღეს. ანუ განვითარდი თუ არა, როგორც იყავი გუშინ, იმას უკეთესი გახდი თუ არა. და რა თქმა უნდა, თქვენ ბრძანეთ სწორად, რომ გამოსავალი არის ის, რაც თქვენ ბრძანეთ, და გამოსავალი არის ის, რომ გააცნობიეროს ადამიანმა ვისთვის მოდის, ვისგან მოდის ნამდვილეში და ვინ არის მისთვის ეს წარმატების წყარო, და რა თქმა უნდა, მიუბრუნდეს ღმერთს და მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, მოხდეს აი სწორად გააცნობიეროს ის ყველაფერი, რაც ხდება მის თავს, იმიტომ რომ თუ ადამიანი ამას სწორად გააცნობიერებს და ამის შემდეგ ადამიანი მიხვდება იმას, რომ აი ზოგადად აი წარმატების ხეთმოდმივის სწრაფვა კი არ უნდა იყოს თვითმიზანი, არამედ უნდა იყოს საშუალება. აი თქვათ საშუალება რისი, რომ თუ ადამიანი არის წარმატებული ექიმი, წარმატებული მასწავლებელი, ვთქვათ, ეს სტატუსი მან გამოიყენოს, ასე ვთქვათ, არა ამ პარტნიორებისათვის და არა მუდმივად იმის ფიქრისათვის, რომ სხვაზე უკეთესია, არამედ მაგალითად ეს წარმატება გამოიყენოს სხვების დასახმარებლად, ხომ? იმიტომ რომ ჩვენ იგივე ტალანტების იგავი რომ გავიხსენოთ, აი ღმერთი ჩვენგან ითხოვს არა იმას, რომ სხვებს აჯობო, არამედ ჩვენი კუთვნილი ნიჭის განვითარებას. ანუ ღმერთი გვეუბნება თითქოს რომ თავარი ერთგულება და არა ციფრები და არა რეიტინგები, ხო? ადამიანი მუდმივად აი დღეს მithumetes ამ კონკურენციის საკუთრში და ამ ციფრულ სამყაროში მუდმივად რეიტინგებში და ციფრებში რაღაც გახლართული. და ერთადერთი სფერო, თურმე, სადაც კონკურენცია არის დაშვებული,
სადაც არის პირველობა დაშვებული ქრისტიანული თვალსაჩინით, არის საკუთარ ნებებთან ბრძოლა და სიყვარულში პირველობა და იესო ქრისტე ამბობს, რომ ვისაც უნდა თქვენ შორის იყოს პირველი, უნდა იყოს ყველას მსახური. ეს არის ასე ვთქვათ, ნამდვილი წარმატების საწინდარი და ასე ვთქვათ, წარმატება კიდევ ერთხელ უნდა აღნიშნოთ, რომ რატომ არის ცოდვა, მაინც რატომ არის ცუდი, არ მინდა რომ ახალგაზრდა არასწორად გაიგოს ის ასე ვსაუბრობთ. ეს ცუდი იმიტომ არის, რომ ესე იგი, ცუდი სინამდვილეში არის წარმატების კერპად ქცევა. აი როცა ადამიანი მუდმივად ამ წარმატებისკენ იღწვის და იბრძვის, ის კერპად აქცევს ამ წარმატებას და მისთვის კარიერა და ასე ვთქვათ, აღიარება ღმერთზე მაღლადგება. მისთვის ეს ფაქტობრივად კერპი ხდება. ახალი ღმერთი ხდება, რომელსაც ემსახურება და რომელიც მოითხოვს აუცილებლად ამ ადამიანის შინაგან სიმშვიდეს მსხვერპლად. და უღირს კი ადამიანს, რომელსაც შინაგანი სიმშვიდე გაიღოს ამის მსხვერპლად, რომ თქვა თვითონ წარმატებული იყოს, იმიტომ რომ თანამედროვე სამყარო, რა თქმა უნდა, გვთავაზობს ასეთ ფორმულირებას, რომ აჯობე საკუთარ თავს, მაგრამ ქრისტიანობა გვეუბნება, რომ აჯობე საკუთარ ეგოიზმს. თანამედროვე სამყარო გვთავაზობს აჯობე სხვას და ქრისტიანობა საკუთარ თავს და საკუთარ ეგოიზმს. დღევანდელ დღეს როგორც ახსენეთ არის კონკურენციის ეპოქა, ხო, ამ პერიოდში იზრდებიან ჩვენი შვილები. შესაბამისად ეს სოციალური ქსელი იქნება თუ პირისპირ ურთიერთობები არ აქვს ამას მნიშვნელობა სხვა სახის კონკურსებია ასე შემდეგ. სამწუხაროდ ხდება ხოლმე ასე რომ ნიჭიერი ადამიანის ჩაგვრაც არაერთხელ გვიხილავს ჩვენ კი ბულინგიც და შესაბამისად ეს იწვევს შემდგომ გარკვეულწილად მოყვასის უსიყვარულობას. როგორ უნდა შევძლოთ ჩვენ შვილების დაცვა, რომ შეძლონ მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, წინაღობებისა, თუნდაც არასწორი ქმედებებისა მათ მიმართ, მაინც შეინარჩუნონ, რასაც გვასწავლის უფალი, რაც არის ჩვენთვის მთავარი დანიშნულება, რომ გვყვარდეს მოყვასი ჩვენ. თქვენი კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ფაქტია, რომ აი მაგალითად ჩვენ გვესმის ყველაფერს ნაბიჯზე, სკოლაშიც, ოჯახებშიც, სადაც შევდივართ, რომ აი მაგალითად ნახე ნიკა როგორ კარგად დაწერა შენმა მეგობარმა და შენ რატო ვერ დაწერე? იმან როგორ კარგად უპასუხა და შენ რატო ვერ უპასუხე შვილო? აი ესეთი მიმართვები გვაქვს ჩვენ შვილებისადმი და ამ დროს ბავშვი თუნდაც ქვეცნობიერად იღებს ასეთ სიგნალს მშობლისაგან, რომ დედას მხოლოდ მაშინ უყვარვარ, მხოლოდ მაშინ ვარ კარგი, როცა სხვებზე უკეთესი ვარ. და თუ დავმარცხდი, ჩემი ფასი ნულის ტოლია. და ამიტომ არც თუ ისეთი იშვიათ შემთხვევაში ბავშვს უჩნდება სურვილი საქმე გააკეთოს, არა იმიტომ რომ ეს საქმე აინტერესებს. არა იმიტომ რომ ეს საქმე უყვარს და არა იმიტომ რომ მას შემოქმედებითი ინტერესი უჩნდება ამ საქმისადმი, აი რომლის გარეშე ვერაფერი ვერ გაკეთება სინამდვილეში, ხომ? ხარისხიანად. არამედ იმიტომ რომ ვიღაცას აჯობოს მას უჩნდება კონკურენციის შიში და ბავშვის ამგვარი აღზრდა პირდაპირ კავშირში არის პატივმოყვარეობასა და აი სწორედ იმ პერფექციონისტთა, რომელიც ვახსენეთ ჩვენ, როგორებითა ჩვენი ბავშვები უკვე ზრდასრულ ასაკში ხდებიან. და მუდმივად აქვთ ბავშვებს ესტომის დაშვების პანიკური შიში აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მათში აისახება როგორც აი სხვებზე ნაკლები არიან, დედას იმედი გაუცრუდება, მშობელს იმედი გაუცრუდება, ამიტომ ასეთ ბავშვებს ახალ უკვე რო იზრდებიან, უჭირთ ახალი საქმეების კეთება, ეშინიათ რომ იდეალურად ვერ გააკეთებენ სიახლეზე გადასვლა უჭირთ. და ასეთი ადამიანი ვერასოდეს ვეღარ დატკბება მერე საკუთარი შრომისგან გამოწვეული, თუნდაც რეალური ნამდვილი ჯანსაღი წარმატებით, იმიტომ რომ ასე თქვა თუ მიაღწევს დიდ წარმატებას, მუდმივად ექნება იმ შიში, რომ ასე თქვა სხვა უფრო მეც მიაღწევს, სხვა უფრო მეც აჯობებს მას და ეს სიხარული მომენტალურად ქრება და იცვლება შურით, გაგზიანებით და სხვებს უყურებს არა მოყვას, არა ძმას, როგორც აღნიშნეთ, არამედ მეტოქეს და ასე თქვა ამგვარი აღზრდის დროს ბავშვებში როგორც წესი ყალიბდება ორი უკიდურესობა. ანუ ამ ბავშვი იჯერებს რომ არის არარაობა, იმიტომ რომ ყოველთვის მოიძებნება ასე თქვა ვინმე უკეთესი, რომელიც მას აჯობებს, ან ბავშვი იჯერებს რომ არის ყველაზე საუკეთესო, ყველაზე მნიშვნელოვანი, მუდმივ ამ პარტავნებაშია და მუდმივად ითხოვს სტაჟს და აღიარებას და პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებას, ხო? ანუ გამოსავალი კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ არის იმაში, რომ შევადაროთ ბავშვი բոլოდ საკუთარ თავს და აი თუ გვინდა მაგალითად დაუმოძღვროთ მაინც და მაინც, იმიტომ რომ ჩვენ მოძღვრის მანტიის მორგება ძალიან გვიხარია ხოლმე, ხომ? შეიძლება ასეთი სიტყვები ვთქვათ, რომ ნახე, შენს გასულ თვეში მაგალითად აი ამის დაწერა გიჭირდა,
ამის თქმა, ამ სიტყვის გამოთქმა გიჭირდა და აი ახლა ნახე როგორ ამასაც გამოთქვამ, რამაზად წერს. ანუ ეს ბავშვს ასწავლის, რომ მისი მთავარი კონკურენტი საკუთარი სიზარმაცეა. საკუთარი მეა და რა სხვა ადამიანი, ხო? და ამასთან თუ ბავშვს მუდმივად ეუბნები, რომ შენ გენიოსი ხარ, ამით შეიძლება გახდეს სამპარტავანი, მაგრამ თუ ვეტყვით, რომ შენ ეს იშრომე, შენი შრომიდან შენმა შრომამ გამოიწვია ეს შენი წარმატება, რომ მოინდომე და გამოგივიდა ასე კარგი, აი ასეთი ბავშვი სწავლობს, რომ შედეგი არის შრომის ნაყოფი. მაგრამ აი თქვენ როგორც ბრძანებთ დღეს მართლაც ისეთი ეპოქაა. უკვე ბავშვები ძალიან დავნებულები არიან მართალი გითხრათ, არის უამრავი, ვთქვათ, გამომწვევი მიზეზი იმისი, რომ აი ბავშვის, ვთქვათ, არასწორი სულიერი თუნდაც განვითარება იწვევს, ვთქვათ, აი ნამდვილი რელსები, ნამდვილი ლიანდაგებიდან მათი განსაკუთრებულთა ჭირდება, ვთქვათ, სწორი ორიენტირების განსაზღვრა ბავშვს და ამ შემთხვევაში ოჯახთან ერთად, სკოლასთან ერთად არ არის ეკლესია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩაბმული ამ საქმეში და არა ამის საშუალება დღეს მადლობა ღმერთს არის ჩვენთან. აი ბავშვი შეიძლება გახდეს თვითონ თუნდაც ამ თორესაც მას აქვს მას მიდრეკილება რაღაცა მუდმივად იყოს სხვასთან კონკურენციას და წარმატებას მიაღწიოს სწორედ ბრძანებს ამ მიმართულებითაც კი შეიძლება რაღაც ბუნიკის მსხვერპლიც კი გახდეს, იმიტომ რომ სხვებმა მას რაღაცა სხვანაირად დაუწყონ ყურება და ასე შემდეგ, ხო, შურმა იჩინოს თავი და ამ პარტავნებამ არა მარტო მასში, არამედ სხვებში. ხო, ამიტომ ჩვენი მიზანი, მის თქმა მინდა რომ უნდა იყოს აი მაქსიმალურად აი ის კი არა რომ წარმატებას არ მივაღწიოთ. ის კი არა რომ ბავშვს არ უთხრათ რომ წარმატებას მიღწევა არ არის შვილო კარგი, არამედ ის რომ აი ადამიანმა სრულყოფილად გააკეთოს თავისი საქმე, იშრომოს, იღვაწოს, დაამარცხოს საკუთარი მე, დაამარცხოს საკუთარი ეგო, დაამარცხოს საკუთარი სიზარმაცე. და ვისგან მოგვეცა კი ბატონო, ვისგან მოგვეცა, რა თქმა უნდა და აი გარდა ამისა, ასე იგი მუდმივი მის განცდა კი არ გქონდეს, რომ ბავშვებს მაინც ვასწავლოთ, რომ შენ აჯობოს სხვას, განადგუროს სხვა, არამედ და ებრძოლოს სხვას მუდმივად, იმიტომ რომ სხვაზე უკეთესი იყო, არამედ განადგურო, ებრძოლო საკუთარი სიზარმაცე, საკუთარი უსულინრობა, საკუთარი სისუსტეები, არა კონკრეტული პიროვნებები და ადამიანები. და შემდეგ როცა მოგეცემა უფლისგან ეს ყველაფერი და წარმატებული სპორტსმენი გახდები და ან მაგალითად წარმატებული მასწავლებელი გახდები თუ სტუდენტი, მე რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გამოიყენო სიყვარულის სამსახურში. ერთი წუთი გრჩება მომდევნო საუბრის დასასრულამდე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სხვისი წარმატების აღიარება და ამაზეც რომ გავამახვილოთ ყურადღება არა მხოლოდ ის მივახწევთ თუ არა ჩვენ წარმატებას, არამედ სხვისი წარმატებაც რომ გავიზიაროთ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, სხვისი წარმატების აღიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რომ ვაღიაროთ ხვის წარმატება, უნდა ვაღიაროთ თუნ ის სხვა, უნდა ვაღიაროთ რომ უბრალოდ ვაღიაროთ რა, რომ სხვები არ არსებობენ. და ჩვენ ყველანი ძმები ვართ ქრისტეში, ჩვენ ყველანი ერთნი ვართ და ამისათვის აუცილებელი არის სიყვარული, რომ გაგვაჩნდეს სხვა ადამიანისადმი სიყვარული, თანაგრძნობა, ეს ემპათია, ყველაფერი. ეს რა თქმა უნდა თავდაპირველად უნდა ჩაითესოს ადამიანის სულში და გულში და მაგრამ თუ მაგალითად მშობელმა ვერ მოახერხა ეს ყველაფერი, გვიან არასოდეს არ არის. როდესაც მაგალითად მშობელი შეეცდება იმას, რომ თავისი დაშვებული შეცდომები აღიაროს მაინც უფლის წინაშე და გამოიგლოვოს ეს თავისი ცოდვა, ამ დროს რა თქმა უნდა ღმერთი არ დამოავლებს მაინც ადამიანზე წყალობას და ღმერთი გამოასწორებს იმ შეცდომებს, რაც თქვა მშობელმა დაუშვა. თავი გუყვარდეს და გუხაროდეს ერთმანეთი. ძალიან დიდი მადლობა მამა დავით მოგზაურობისთვის და როგორც ყოველთვის საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა. თქვენ კი შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით თავაძე.